ლიდერი წარადგენს საკუთარ გუნდს მაჟორიტარების და პირდაპირ ეთერში თავთან ღონისძიებას. თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს და გამთლიანდეს. ჩვენ არ ვიძლევით ფუჭ დაპირებებს და თქვენ დახავთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აქ იქნება წარმოდგენილი, შეასრულებს იმას, რაც ჩვენს პროგრამაშია და რასაც დაგპირდებათ. მაშინ ასე ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვიწყებთ წარდგენის პროცედურას და ძალიან დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ქალაქ თბილისის, ჩვენი დედაქალაქის, ჩვენი ქვეყნის გულის, დედაქალაქის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენას. დავიწყებ პირველი საარჩევნო ოლქიდან, იმიტომ რომ ეს არის პირველი ოლქი თბილისში, თაწმინდის პირველი საარჩევნო ოლქი და წარმოგიდგენთ კანდიდატად ბატონ გრიგოლ ბარამიძეს ოფიციალურად, რომელიც არის ფილოლოგიის მეცნიერებათა წარმატებები დოქტორი, რომელიც არის ადამიანი, რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებდა ახალციხიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესში და ჩართული იყო ამ პროცესში, ადამიანი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო პოლიტიკური დევნილი და დღეს იბრძოლებს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის და სამართლიანობისათვის. დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ეხლა უკვე სხვა უბანს, ეს არის ნაძალადევის მე-18 საარჩევნო ოლქი, ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელსაც წარდგენა ნაკლებად სჭირდება, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება, მაგრამ არა ერთადერთი, ბატონი დიმიტრის გახლავთ ის, რომ ის არის ძალიან მებრძოლი ადამიანი, არის მრავალშვილიანი მამა, 8 შვილის მამა და არის ნამდვილად თავის ქვეყანაზე თავდადებული და თავისი ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. ამავდროულად პატრიოტიზმი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ერთადერთი რამ, რაც უნდა კონდეს დეპუტატს. ის არის მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა ადამიანის უფლებებისათვის. იბრძოდა იმისათვის, რომ ქვეყანა უკეთეს გზაზე დამდგარიყო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დიმიტრი იქნება ჩვენი გუნდის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი, თქვენი ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და მე ჯერა, რომ ნაძალადევის მოსახლეობა, ისევე როგორც მთაწმინდის და სხვა რაიონების მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს და შემოხაზავს ნომერ 3-ს. კრწანისის მე-7 საარჩევნო ოლქი, სადაც ჩვენი პარტია წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი ახვლედიანის კანდიდატურას. ფიქრობ ასევე ბატონ გიორგის წარდგენა არ სჭირდება, მან ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ყველგან, სადაც ის მუშაობს, სადაც ის არის წარმოდგენილი, ის იბრძვის, აკეთებს საქმეს, ემსახურება საკუთარ მწამს და საკუთარ ხალხს. გლდანის 22 საარჩევნო ოლქი, ჩვენი პარტიის ვეტერანი, ბატონი ბესიკ დანელია, რომელიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, პარტიის დაფუძნებიდან იყო პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, იყო შეუპოვარი მებრძოლი თავისუფლებისათვის, ქვეყნის გამთლიანებისათვის, სამართლიანობისათვის, ადამიანი, რომელიც უკიდურესად დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, მაგრამ რომელიც ვერ გატეხეს და რომელიც იბრძოლებს საქართველოს პარლამენტში იმისათვის, რომ არასოდეს უდანაშაულო ადამიანები არ დაისაჯონ და იბრძოლებს იმისათვის, რომ თავარი ის კი არ იყოს, რომ ქვეყანაში რეჟიმი არ იყოს მხოლოდ, არამედ იბრძოლებს იმისათვის, რომ ადამიანებმა ამოისუნთქონ, ეკონომიკური გაჭირვებიდან გამოვიდნენ, ამას გააკეთებს ყველა ჩვენ თანაგუნდელთან ერთად. დიდუბის მე-15 საარჩევნო ოლქი, ჩვენი პარტიის და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატების შორის ყველაზე ახალგაზრდა მაჟორიტარი, რომელმაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამ მოასწრო ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაა. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმარი თელს ევროპულ სივრცეში. ის 17 წლის ასაკში დააპატიმრეს იმის გამო, რომ ებრძოდა რეჟიმს, 17 წლის ასაკში ძალიან ღირსეულად გაიარა ის დიდი ტვირთი, რომელსაც პატიმრობა ქვია და ღირსეულ კაცად გამოვიდა საპატიმროდანაც. მე მჯერა, რომ ასეთი ახალგაზრდები და ასეთი ადამიანები საქართველოს ძალიან სერიოზულ სამსახურს გაუწევენ. საბურთალოს მე-5 საარჩევნო ოლქი, მიხეილ კაჭკაჭიშვილი, ადამიანი, რომელსაც ასევე საქართველოში განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, ასევე მებრძოლი ადამიანი და მე ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანები ძალიან მრავლად არიან ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ჩვენ თანმიმდევრული
მებრძოლი პარტია ვართ, პარტია, რომელიც არ იცვლის თავის შეხედულებებს და რომელიც სწორ გზაზე მიდის და რომელიც სწორ გზაზე წაიყვანს ჩვენს ქვეყანას. საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქი, ბატონი მიხეილ ხომერიკი, იურისტი, აფხაზეთის ომის ვეტერანი. ნინო ბურჯანაძე ამ წუთებში წარადგენს იმ გუნდს, რომელთან ერთადაც ის გამოდის 2016-ის არჩევნებზე. ეს არის გუნდი თბილისის მასშტაბით, ვინც იბრძოლებს მაჟორიტარული ოლქების მოსაგებად. ჩვენ კი განვაგრძობთ